გამარჯობა, ეთერშია კურიერი 12 საათზე ახალ ამბებს კურიერის გუნდთან ერთად მე კესო ქაფიანიძე გაგაცნობთ. მართველი გუნდი ახალ საკანონმდებლო პაკეტზე მუშაობას იწყებს. გრანტების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებები შედის, რომლის საფუძველზეც გარე ლობიზმის სისხლის სამართლის წესით დასჯადი ხდება. გრანტად მიიჩნევა ნებისმიერი პირის მიერ ნებისმიერი პირისთვის ფულადი ან ნატურალური ფორმით გადაცემული სახსრები, რომელიც ხმარდება ან შეიძლება მოხმარდეს საქართველოს ხელისუფლებაზე, სახელმწიფო დაწესებულებებზე ან საზოგადოების ნებისმიერ ნაწილზე რამე გავლენის მოხდენას. წესების დარღვევისთვის გათვალისწინებულია ჯარიმა, საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა ან თავისუფლების აღკვეთა 6 წლამდე ვადით. კიდევ ერთი სიახლის მიხედვით პირს, რომელიც მუშაობს იმ ორგანიზაციაში, რომლის წლიური შემოსავალი 20%-ზე მეტი მიღებულია უცხოური ძალისგან, აეკრძალება პოლიტიკური პარტიის წევრობა 8 წლის განმავლობაში. საკანონმდებლო ცვლილება ასევე შეეხება მეწარმე სუბიექტებს. ცვლილების თანახმად მეწარმე სუბიექტის მხრიდან ისეთი საჯარო პოლიტიკური აქტივობა, რომელიც მის ძირითად სამეწარმეო საქმიანობასთან არ არის დაკავშირებული, სამართალდარღვევად ჩაითვლება. საკითხზე ვრცლად ისაუბრებს პირდაპირ ეთერში ანუკა ბუავა, ანუკა გისმენთ. საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის შემოღების და ამ ცვლილებების განხორციელების მიზანი, როგორც სახელისუფლებო გუნდში განმარტავენ, არის ის ბოლო წლების განმავლობაში არსებული პრაქტიკა, რომელსაც ადგილი ჰქონდა საქართველოში, მათ შორის ბოლო 5 წლის განმავლობაში რევოლუციის რამდენიმე მცდელობა და დესტაბილიზაციის მოწყობის მცდელობები, რაც მათ შორის საზოგადოებამ ნახა. სახელისუფლებო გუნდი მიიჩნევს, რომ არსებობდა კონკრეტული გზები, რომლის მეშვეობითაც ახერხებდნენ კონკრეტული ორგანიზაციები თუ პირები კანონისთვის გვერდისავლას და შესაბამისად უცხოური დაფინანსების მიღებას, რომელიც ქვეყანაში არეულობის ქაოსის მოწყობას გულისხმობდა და ამიტომაც, როგორც სახელისუფლებო გუნდში ამბობენ, ამიტომაც გადაწყვიტეს მათ გარკვეული რეგულაციების შემოღება და ცვლილებების მიღება სხვადასხვა მიმართულებით. მათ შორის აქ არის 3 ძირითადი მიმართულება. ერთი ეხება გრანტების კანონში შესატან ცვლილებებს, რომელიც გულისხმობს იმას, რომ მაგალითად კონკრეტული პირის მხრიდან ნებისმიერი პირის მხრიდან ნებისმიერი პირისთვის ფულადი ან ნატურალური ფორმით სახსრების გადაცემა ჩაითვლება გრანტად, თუ კი ეს ემსახურება კონკრეტულ მიზანს და ჯერ განმარტოთ ბუნებრივია რას ნიშნავს ნატურალური ფორმით სახსრების გადაცემა, ეს არის ტექნიკური დახმარება, გამოცდილების გაზიარება, ექსპერტიზა ან სხვა ტიპის მომსახურება, რომელიც შეიძლება ადამიანმა განახორციელოს და შესაბამისად, როგორც გითხარით, უნდა ჰქონდეს ამ ქმედებას კონკრეტული მიზანი, რაც გულისხმობს იმას, რომ გარკვეული გავლენა უნდა მოხდეს, მაგალითად, საქართველოს ხელისუფლებაზე, სახელმწიფოზე, ზოგადად ან კონკრეტულ ადამიანთა ჯგუფზე, მათ შორის უნდა ემსახურებოდეს უცხოური ძალის ინტერესების გატარებას, ან მაგალითად გავლენის მოხდენას შიდა ან ქვეყნის საგარეო პოლიტიკაზე. სწორედ ეს ჩაითვლება გრანტად. ასევე აქ ამ ნაწილში მნიშვნელოვანია ისიც, რომ თუ კი მაგალითად ორგანიზაცია რეგისტრირებული არის საზღვარგარეთ და მისი ოფისი არსებობს საქართველოში და შესაბამისად ეს ორგანიზაცია იღებს კონკრეტულ დაფინანსებას უცხოეთიდან, ამ შემთხვევაში მას ჭირდება მთავრობის თანხმობა იმისთვის, რომ მიიღოს გრანტი. რა ხდება იმ შემთხვევაში, თუ კი ეს კონკრეტული ორგანიზაცია, რომელიც უცხოეთში არის რეგისტრირებული და საქართველოში მოქმედებს, არ მიიღებს მთავრობის თანხმობას, როგორც სახელისუფლებო გუნდში განმარტავენ, საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის თანახმად იქნება გათვალისწინებული ჯარიმა გრანტის ორმაგი ოდენობით. ან წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ კი მოხდება ხელმეორედ დარღვევა, შესაძლოა დაეკისროთ სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობაც. რაც შეეხება მეორე მიმართულებას, ეს არის პოლიტიკური პარტიების შესახებ კანონში შესატანი ცვლილებები და აქ ზუსტდება ტერმინი გაცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე, ჩანაცვლდება გაცხადებული პარტიულ-პოლიტიკური მიზნის მქონეთი და შესაბამისად აქაც მნიშვნელოვანია ისიც, რომ თუ კი პირი დასაქმებულია კონკრეტულ ორგანიზაციაში, რომლის შემოსავალიც 20%-ზე მეტი არის და ეს არის უცხოეთიდან მიღებული შემოსავალი, მაშინ ამ კონკრეტულ ადამიანს აეკრძალება ორგანიზაციის წევრობა 8 წლის განმავლობაში. ასევე პოლიტიკური პარტიის წევრი და ხელმძღვანელი თუ კი იღებს უცხოურ დაფინანსებას, ამ შემთხვევაშიც კონკრეტული ზომები არის გათვალისწინებული. და მესამე მიმართულება, რომელიც თქვენც აღნიშნეთ, ეს არის სამეწარმეო საქმიანობა, ეს უკავშირდება სამეწარმეო საქმიანობას, რომელიც ამ შემთხვევაში დარეგულირდება
ადმინისტრაციული კოდექსით, რომელსაც დაემატება ახალი მუხლი. თუ კი სამეწარმეო საქმიანობის მქონე კომპანიები განახორციელებენ ისეთ საქმიანობას, რომელიც არ უკავშირდება სამეწარმეო საქმიანობას და მათ შორის ემსახურება კონკრეტულ პოლიტიკურ აქტივობას, გულისხმობს კონკრეტულ პოლიტიკურ აქტივობას, მაშინ ეს კონკრეტული კომპანია აუდიტის სამსახურის მხრიდან იქნება დაჯარიმებული 20,000 ლარით, ამის განმეორების შემთხვევაში კი 40,000 ლარით. სახელმწიფო გუნდში ამბობენ, რომ გავრცელდა ინფორმაციები და ერთგვარი სპეკულაციები მოყვა კონკრეტულ საკითხებს, მათ შორის იმასთან დაკავშირებით, რომ ინდივიდუალურ მეწარმეებს უკავშირდება გარკვეული ცვლილებები, რაზეც მართლ პარტიაში კიდევ ერთხელ განმარტეს, რომ ეს ცვლილებები არანაირად არ ეხებათ ინდ მეწარმეებს. სახელმწიფო გუნდში ამბობენ, რომ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის მიზანი არის ის, რომ დაფინანსება იყოს გამჭვირვალე და საზოგადოებას ჰქონდეს მაქსიმალური ინფორმაცია იმაზე, თუ რაში იხარჯება ფული და რა მიზანს ემსახურება კონკრეტული ორგანიზაციების თუ სუბიექტების საქმიანობა საქართველოში. უცხოური ფული პოლიტიკაში არ უნდა ბრუნავდეს და სუვერენიტეტის დაცვაზე პასუხისმგებლობა, როცა საქართველოს მთავრობას ეკისრება, შესაბამისად მასვე უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, რომ ჰქონდეს ეფექტური მექანიზმი, რაზეც პასუხისმგებლობა ეკისრება, მისი გაკონტროლების და შესაბამისი ეფექტური მექანიზმის ქონის ფორმით. მეწარმეო იურიდიულმა პირმა უნდა განახორციელოს თავისი ფუნქციები, რაც არის, ანუ იყოს მეწარმე სუბიექტი, ხოლო პოლიტიკა უნდა აკეთოს პარტიამ, როგორც საქართველოს კონსტიტუციით არის გათვალისწინებული, ზუსტად ამიტომაც თუ კონკრეტული იურიდიული პირი, მეწარმე იურიდიული სუბიექტი ჩაერთვება პოლიტიკაში, ანუ მისი აქტივობა იქნება მიმართული საზოგადოების აზრის ფორმირებისაკენ და ეს არ იქნება დაკავშირებული მის ჩვეულებრივ საქმიანობასთან, გამოიწვევს ადმინისტრაციულ სასახით შესაბამის ჯარიმებს. რაც შეეხება ინდ მეწარმეებს წარმოადგენენ ცვლილებების საერთოდ არ ეხება. როდესაც დონორის არ იღებს პასუხისმგებლობას დაფინანსებული იურიდიული პირის, ამ შემთხვევაში NGO-ების და უზიოზური NGO-ების მიერ განხორციელებულ ქმედებებს იქნება სიზურულის კამპანია, AIDS-ბიჭი, თავდასხმების სახელმწიფო პოლიტიკაზე სხვა ადამიანებზე, მათ შორის ეს ნახები გამოყენებული, როდესაც არის ისეთ კამპანიებზე, როგორც იყო მაგალითად გრიგორიადისის შემთხვევაში რომანტიზების დელობა მოლოტოვის სროლისა, როდესაც თანხები გამოიყენება პიროტექნიკის შესაძენად და მოლოტოვის კოქტეილების დასამზადებლად, რა თქმა უნდა, სახელმწიფოს აქვს ლეგიტიმური უფლება, რომ დემოკრატიამ საკუთარი თავი დაიცვას. საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი ბიუროს ხდომაზე დღეს დარეგისტრირდება. მადლობა ანუკა, თქვენ უსმენთ ანუკა ბუავას. საქართველოს ბისეკის თავმჯდომარე ქვეყანა ხდება. შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის გენერალური მდივანი თბილისში იმყოფება. ამ წუთებში საგარეო საქმეთა სამინისტროში იწყება ბრიფინგი. მშენებლობა და ანაკლიის ხმაწყლოვანი პორტის პროექტები მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ევროპის საერთო კეთილდღეობას. სურს ვისარგებლო შემთხვევით და შესაძლებლობით და ხაზი გაუსვა საქართველოსა და ბისეკს შორის არსებულ თანამშრომლობას. საქართველოს როგორც ბისეკის დამფუძნებელი წევრი დაარსების დღიდან აქტიურად უწყობს ხელს რეგიონში დიალოგს და ეკონომიკურ მდგრადობას. არსებული უსაფრთხოების გამოწვევები კვლავ მნიშვნელოვან დაბრკოლებას წარმოადგენს ორგანიზაციის პოტენციალის სრულფასოვანი რეალიზებისთვის და ჩვენ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი იმისათვის, რომ შავი ზღვა გახდეს დამაკავშირებელი და არა გამყოფი ჩვენს რეგიონში. თავმჯდომარეობის ფარგლებში განსაზღვრეთ რიგი პრიორიტეტული მიმართულებები, რომლებიც საფუძვლად დაედება დაგეგმილ ღონისძიებებს და ინიციატივებს. საქართველოს თავმჯდომარეობის პრიორიტეტები შეეხება რეგიონული დაკავშირებადობის გაძლიერებას, შუა დერეფნის განვითარების ხელშეწყობას, ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველყოფას, დიგიტალიზაციასა და კარგი მმართველობის ხელშეწყობას, რეგიონის ტურისტული პოტენციალის და კულტურული კავშირების გაძლიერებას. ჩვენ გენერალურ მდივანთან ერთად განვიხილეთ ორგანიზაციის მუშაობასთან დაკავშირებული საკითხები, მომდევნო 6 თვის გეგმები და პრიორიტეტები, რომელიც განსაზღვრავს
ორგანიზაციის დღის წესრიგს საქართველოს თავმჯდომარეობის პერიოდში. დასასრულს მსურს კიდევ ერთხელ დავუდასტურო გენერალურ მდივანს ქართული მხარის მზაობა თავმჯდომარეობის ფარგლებში ხელი შეუწყოს ორგანიზაციის სტრატეგიული მიზნების განხორციელებას, რათა შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაცია დარჩეს ქმედით ინსტრუმენტად შავი ზღვის რეგიონის განვითარების, კეთილდღეობის და უსაფრთხოებისთვის. კიდევ ერთხელ მადლობას მოგახსენებთ ჩამობრძანებისთვის, თანამშრომლობისთვის და იმედს გამოვთქვამთ, რომ საქართველოს თავმჯდომარეობის პერიოდში ჩვენი თანამშრომლობა იქნება ეფექტიანი და შედეგიანი. დიდი მადლობა. დიდი მადლობა, ქალბატონო მინისტრო. ნება მომეცით. თავიდან მადლობა გადაგიხადოთ და მოგესალმოთ ყველას აქ დარბაზში მყოფთ. მადლობას გიხდით მობრძანებისთვის, აქ ყოფნისთვის. დავიწყებ იმით, რომ მე განსაკუთრებით სიამოვნებს და მაქვს პატივი, რომ საქართველოში ვიმყოფები და მადლობას ვუხდი საქართველოს მთავრობას ასეთი მდიდარი პროგრამის ორგანიზებისთვის, რომელსაც აშკარად აქვს იმის ამბიცია, რომ ხაზი გაუსვა საქართველოს როგორც დამფუძნებელი წევრის მნიშვნელობას ჩვენი ორგანიზაციის არსებობაში. მე ისიც უნდა ვთქვა, პრინციპში საქართველოში გენერალური მდივნის თანამდებობა, როდესაც დამეკისრა, წელიწადში ერთხელ ვცდილობდი საქართველოს ჩამოსულიყავი და ყოველთვის ვიღებდი მონაწილეობას ღონისძიებებში, დისკუსიებში, რომელიც ჩვენს ორგანიზაციას უკავშირდებოდა და ამით პრინციპში ვადასტურებთ იმას, თუ რამდენად მნიშვნელოვანია საქართველო და ჩვენი ორგანიზაცია. მადლობას ვუხდი საქართველოს იმ დიდი წვლილისთვის, რომელიც შეაქვს ჩვენი ორგანიზაციის ფუნქციონირებაში და აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ქალბატონმა მინისტრმა როგორც ბრძანა საქართველოს თავმჯდომარეობის პერიოდში 2026 წლის პირველ 6 თვეში ორგანიზაცია შეძლებს ნამდვილად ძალიან ხელშესახები შედეგების მიღწევას. ასევე იქნა ნახსენები ქალბატონი მინისტრის მიერ, რომ ჩვენ გამოწვევების, სერიოზული გამოწვევების წინაშე ვიმყოფებით, მაგრამ მეორე მხრივ ვიტყვი, რომ აი ეს სერიოზული გამოწვევები პრინციპში გვაძლევს ჩვენ საშუალებას, რომ ვიპოვოთ გზები და დავამტკიცოთ, რომ ვართ მედეგი, ძლიერი, გამძლე ორგანიზაცია. ყველა წევრი სახელმწიფო თავის წვლილს ქმნის ამ ორგანიზაციის ფუნქციონირებაში და ჩვენ უკვე განვიხილეთ დღეს შეხვედრაზე და ვაპირებ ამ საკითხების განხილვას შემდეგ შეხვედრებზეც, როდესაც მექნება პატივი შევხვდეთ საქართველოს პრემიერ-მინისტრს და პარლამენტის თავმჯდომარეს. აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს წვლილით და საქართველოს თავმჯდომარეობის პერიოდში ჩვენ შევძლებთ კიდევ უფრო მეტი წინსვლის მიღწევას. კიდევ ერთხელ ვიტყვი, როგორ თქვა პრინციპში, გამოვიყენებთ იმ შესაძლებლობებს, რომელსაც გვაძლევს ეს გამოწვევები, ეს სერიოზული გამოწვევები. ამ არსებულ პირობებში რეგიონალური თანამშრომლობა კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხდება და ამიტომ შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაცია არა მარტო ვალდებულია, არამედ შეუძლია ამ ორგანიზაციას, რომ კიდევ უფრო მეტი წინსვლა შეიტანოს ეკონომიკური თანამშრომლობის კონტექსტში მთელს რეგიონში. ამაზე საუბარი ქონდა ქალბატონ მინისტრთან და გვექნება დღის განმავლობაშიც, რა შეიძლება გაკეთდეს თქვენი თავმჯდომარეობის პერიოდში, იმისაც რომ ეს მიზნები იქნეს მიღწეული. ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი საფუძველი. კარგი გადაწყვეტილება იქნა მიღებული ბოლო 2 წლის განმავლობაში. სტრატეგიული ჩარჩო დოკუმენტიც გაგვაჩნია, რომელიც გვაძლევს საშუალებას, რომ ახალი ეკონომიკური დღის წესრიგი გქონდეს,
2023 წლიდან მოყოლებული. ჩვენ გვაქვს პროექტების განვითარების ფონდი, რომელიც კვლავ განახლდა და გააგრძელებს მუშაობას და ვეძებთ შესაძლებლობებს იმისაც, რომ გარკვეული რეგიონალური პროექტები განვახორციელოთ საქართველოს მონაწილეობით და თავმჯდომარეობით. ჩვენ დიდი სურვილი გვაქვს, რომ ახალი ინიციატივებიც იქნეს განხილული, განსაკუთრებით areas like connectivity, energy, and yes, I fully agree that in terms of, for example, tourism and cultural exchanges, this region of the Black Sea has an immense potential, and we have to put it into value. Of course, the minister was referring also to the security challenges which we've been and we are to cope with in this part of the world. And I would simply add to what the minister was saying that there is an extremely important economic dimension of the security. And through development of economic cooperation, we contribute to the long-term, predictable, stable security in our region. And this is what we are here for. პირდაპირ ეთერში თქვენ უსმენთ შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის გენერალურ მდივნისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ერთობლივ ბრიფინგს. მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის საგარეო საქმეთა კომიტეტის წარმომადგენლებს შეხვდა. ისაუბრეს საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობებზე. განიხილეს საქართველოში მიმდინარე პროცესები, ყურადღება გამახვილდა საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე და სამომავლო გეგმებზე ქვეყნის ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობის მიმართულებით. შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა საქართველო-ამერიკის ურთიერთობების გადატვირთვის აუცილებლობის საკითხი. გამოითქვა იმედი, რომ სტრატეგიული პარტნიორობა განახლდება და ქვეყნების საერთო ინტერესების გათვალისწინებით კონკრეტული დღის წესრიგით გაგრძელდება. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი საფრანგეთის ელჩ საქართველოში ოლივიე კურტო შეხვდა. შეხვედრაზე საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებული რეფორმები და სამომავლო თანამშრომლობის გეგმები განიხილეს. ყურადღება დაეთმო გრანტების შესახებ კანონს და კანონით გათვალისწინებულ ნორმებს. მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ფრანგულ მხარეს კიდევ ერთხელ განუმარტა კანონის მიზნები და გრანტის შეთანხმებასთან დაკავშირებული პროცედურები. შეხვედრისას აღინიშნა შეჩერებული პროექტების განახლების მნიშვნელობაც. საქართველოს მთავრობამ ლონდონის საფონდო ბირჟაზე 500 მილიონი დოლარის ევროობლიგაციები განათავსა. ქართულ ფასიან ქაღალდებზე საერთაშორისო ინვესტორების მხრიდან მოთხოვნა დაფიქსირდა რეკორდულად მაღალ 2.8 მილიარდ დოლარამდე, რაც ბაზარზე შეთავაზებულ ოდენობაზე 5.5-ჯერ მეტია. უშუალო ტრანზაქციაში ჯამში 100-ზე მეტმა საერთაშორისო ინვესტორმა მიიღო მონაწილეობა. საქართველოს მთავრობაში განმარტავენ, რომ ლონდონის საფონდო ბირჟაზე განვითარებულმა პროცესებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საქართველოს მთავრობის რეფორმების ფისკალური და ეკონომიკური პოლიტიკის მიმართ ნდობა და ინტერესი მაღალია. თემაზე მუშაობს მირიან გორგოძე და ის შემოგვერთდება ახლა პირდაპირ ეთერში. მირიან, გისმენთ. ახლად გამოშვებული ევროობლიგაციებით განხორციელდა თავის მხრივ 2021 წლის ობლიგაციების რეფინანსირება და მოზიდული ფინანსური აქტივის გარდა ეს ფაქტორი ასევე მნიშვნელოვანი არის ორი მთავარი მიზეზის გამო. ის რომ განსაზღვრავს ეს ყველაფერი ქვეყნის რისკის დონეს და ამავე დროს ზომავს საერთაშორისო ინვესტორების დაინტერესებას და ნდობას ქვეყნისა და მისი ეკონომიკის მიმართ. ქვეყნის რისკიანობის მაჩვენებელი შემცირებულია 50 საბაზისო პუნქტზე მეტით, რაც ნიშნავს 25%-ზე მეტით შემცირებას, ხოლო მეორე მხრივ დაფიქსირდა რეკორდულად მაღალი მოთხოვნა საქართველოს მიერ გამოშვებულ ევროობლიგაციებზე, ჯამში 2.8 მილიარდ დოლარამდე ოდენობის მოთხოვნა დაფიქსირდა, რაც არის 5.5-ჯერ მეტი ბაზარზე შეთავაზებულ ოდენობასთან მიმართებაში. ის რომ ძალიან მაღალი არის შეფასება საერთაშორისო ინვესტორების მხრიდან და ამ ტრანზაქციაში მიიღო 100-ზე მეტმა ინვესტორმა მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან, ევროპის, აზიის და ამერიკის კონტინენტებიდან და ის რომ მათ შეფასებით საქართველოს რისკიანობის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად შემცირდა
შემცირებულია ერთის მხრივ, ხოლო მეორეს მხრივ ძალიან გაზრდილია მოთხოვნა მიუთითებს იმას, რომ ძალიან დიდი ნდობა და ინტერესია საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებულ ეკონომიკურ და ფისკალური რეფორმების მიმართ. სურს გამოვიყენო ეს შესაძლებლობა და საქართველოს მივულოცო კაპიტალის საერთაშორისო ბაზარზე წარმატებული დაბრუნება. JP Morgan-ი ისევე როგორც ჩვენი პარტნიორი ბანკები ვამაყობთ, რომ მონაწილეობდით ამ პროცესში და ვთანამშრომლობდით საქართველოსთან. 500 მილიონი ამერიკული დოლარის მოცულობის და 5 წლიანი ვადიანობის გამოშვება მოხდა ძალიან დაბალი საპროცენტო განაკვეთით. გამოშვებისას მოთხოვნა მნიშვნელოვნად აღემატებოდა მიწოდებას, განსაკუთრებით აქტიურობდნენ ამერიკის შეერთებული შტატები, დიდი ბრიტანეთი და მსოფლიოს სხვა ქვეყნები. აღნიშნული საპროცენტო განაკვეთი ყველაზე დაბალია არასაინვესტიციო რეიტინგის მქონე ქვეყნების მიერ დაფიქსირებულ საპროცენტო განაკვეთებს შორის 2022 წლის შემდეგ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთვის. გულწრფელად ვილოცავ საქართველოს და ფინანსთა სამინისტროს გუნდს. უდიდესი სამუშაო ჩატარდა და მაღალი საბაზრო მერყეობის პირობებში რთული და სწორი გადაწყვეტილებების შედეგად მიღწეულ იქნა ეს დიდებული შედეგი. 500 მილიონი ამერიკული დოლარის ოდენობით ევროობლიგაციების გამოშვება ლონდონის საფონდო ბირჟაზე მოხდა ძალიან დაბალი საპროცენტო განაკვეთით, საუბარია 5.1%-ზე და ეს ყველაზე დაბალი განაკვეთია საქართველოს მსგავსი და კიდევ ერთი საფეხურით მაღალი საკრედიტო რეიტინგის მქონე სუვერენული ევროობლიგაციებისთვის ბოლო 4 წლის განმავლობაში და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი საფონდო ბირჟაზე შეთავაზებაზე ბევრად დიდი იყო მოთხოვნა და საბოლოო ჯამში საქართველოს 2.8 მილიარდი ამერიკული დოლარის ოდენობით ინვესტიცია მოიპოვა. ჩვენ ეროვნული ბანკის გუნდი ფინანსთა სამინისტროსთან ერთად მონაწილეობდით ამ თვეების განმავლობაში არაერთ შეხვედრაში საერთაშორისო ინვესტორებთან და ვხედავდით ძალიან მაღალ ინტერესს, მაგრამ რეალობამ გადააჭარბა ყოველგვარ მოლოდინს. მართლაც ასეთი მაღალი ინტერესი აღმოჩნდა ჩვენი სამთავრობო ობლიგაციების მიმართ. პრაქტიკულად 5.5-ჯერ აჭარბებდა შეთავაზებას ინტერესი, აზზე მეტმა საერთაშორისო ინვესტორმა მიიღო მონაწილეობა ამ პროცესში და ეს ნიშნავს ცალსახად ერთ რამეს, რომ ხედავენ, რომ რისკები არის შემცირებული და ეს კუპონის პროცენტშიც აისახა, რომ ჩვენი სუვერენული რისკები უფრო შემცირებული არის ინვესტორების თვალში, ვიდრე 2021 წელს, როდესაც პირველად გამოიშვა ეს ევრობონდები და გარდა ამისა ენდობიან ჩვენს ეკონომიკას, ჩვენს ეკონომიკურ განვითარებას, სამთავრობო პოლიტიკას. ამ პროცესში ჩართული მხარეების შეფასებით და განმარტებით თავად ის ფაქტი, რომ საერთაშორისო ინვესტორები ამერიკის, ევროპის თუ აზიის კონტინენტებიდან ბევრად ნაკლებად რისკიანად აფასებენ საქართველოს და ამავე დროს მზად არიან, რომ 2.8 მილიონი ამერიკული დოლარის ოდენობით ინვესტიცია განახორციელონ საქართველოს ფასიან ქაღალდებში, თავის მხრივ მიუთითებს იმას, რომ ძალიან მაღალი არის ინტერესი და ნდობა საქართველოს მთავრობის მიერ გატარებული რეფორმებისა და ასევე ფისკალური და ეკონომიკური პოლიტიკის მიმართ. მადლობა მირიან, თქვენ უსმენთ მირიან გორგოძეს. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი გაერთიანდება. გაერთიანებული უმაღლესი სასწავლებლების სახელწოდებად თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი დარჩება. სიახლის შესახებ განათლების მინისტრმა ცოტა ხნის წინ ბრიფინგზე ისაუბრა. გივი მიქანაძის თქმით, გადაწყვეტილება რექტორებთან წინასწარი კონსულტაციის საფუძველზე იქნა მიღებული. მინისტრმა ისაუბრა განათლების რეფორმის იმ ნაწილზეც, რომელიც სკოლებს ეხებათ. თამარ თათარაშვილი ესწრებოდა განათლების მინისტრის ბრიფინგს. თამარ, უფრო დეტალურად რომ გვითხრა, რას გულისხმობს განათლების რეფორმა. საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი უკვე გაგზავნილი არის პარლამენტში და დღეს მოხდება საკითხის ბიუროზე განხილვა უკვე მომდევნო კვირიდან კი, როდესაც კანონმდებლების საგაზაფხულო სესიის ფარგლებში მუშაობას გააგრძელებენ, ეს საკითხიც იქნება დაჩქარებული წესით განხილული. დღეს მინისტრმა ვრცლად ისაუბრა ცვლილებების შესახებ, რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ ორი უმაღლესი სასწავლო დაწესებულება. საუბარია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ტექნიკურ უნივერსიტეტზე. ეს ორი უნივერსიტეტი იქნება გაერთიანებული. სახელწოდება კი ექნება მათ ერთი და ეს იქნება
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. ამ ცვლილებების მიხედვით ირკვევა, რომ მომდევნო 6 თვის განმავლობაში გაგრძელდება რეორგანიზაციის პროცესი და იმისთვის, რომ სასწავლო პროცესს არ შეეშალოს ხელი, შეიქმნება მართვის დროებითი საბჭო, სადაც წარმომადგენლები იქნებიან მათ შორის მოადგილები და ასევე რექტორის მოვალეობის შემსრულებელი. დღეს მინისტრმა ვრცლად ისაუბრა ამ საკითხთან დაკავშირებით და თქვა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ეს ორი უნივერსიტეტი ერთიანდება, ამ შემთხვევაში არ მოხდება კადრების შემცირება. მაქსიმალურად იქნება ყველა პროფესორ-მასწავლებელი შენარჩუნებული და მათ შორის არ მოხდება არც კვოტების შემცირება იმ სტუდენტებისთვის, რომლებიც აპირებენ, რომ აღნიშნულ უმაღლეს სასწავლო დაწესებულებაში ჩააბარონ. ამ ცვლილებების მიხედვით ასევე ირკვევა ისიც, რომ შემოდის ახალი თანამდებობა უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში. ეს არის წამყვანი პროფესორის თანამდებობა. აქ საუბარი არის იმ პირზე, რომელიც მთლიანად უხელმძღვანელებს სასწავლო პროცესს, მაგალითად სამართლის სკოლას ან ეკონომიკის სკოლას და ესეც არის განსაზღვრული ამ შემთხვევაში ცვლილებების მიხედვით. კივი მიქანაძემ დღეს სპეციალურ ბრიფინგზე აღნიშნა, რომ ამ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა ბაზრის მოკვლევა. საუბარი შესაბამის პროფესორ-მასწავლებლებთან, რექტორებთან და სწორედ ამის შემდგომ იყო ეს გადაწყვეტილებაც მიღებული. მიზეზი არის ის, რომ კვლევებმა აჩვენა, რომ დღეს განათლების სისტემას სჭირდება გაჯანსაღება და განვითარება. სწორედ ამიტომ უმაღლესი განათლების რეფორმაც ამას ითვალისწინებს, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი გახდეს მათ შორის ერთ-ერთი მთავარი საგანმანათლებლო ცენტრი, რომელიც თავის პოზიციებს და რეიტინგებს საერთაშორისო ასპარეზზე ამ რეფორმის შედეგად კიდევ უფრო მეტად გაიმყარებს. მივიღეთ გადაწყვეტილება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გაერთიანების შესახებ. ეს იქნება საწინდარი, რომ იოანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი გახდეს რეგიონში აკადემიური და სამეცნიერო განვითარების წამყვანი ცენტრი. უნივერსიტეტების გაერთიანების მიზნით, მინისტრის ბრძანებით შეიქმნება მართვის დროებითი ორგანო საბჭო და დაინიშნება რექტორისა და რექტორის მოადგილეების მოვალეობის შემსრულებლები, რომლებიც წარმართავენ რეორგანიზაციის პროცესს. დამატებით შემოგვაქვს წამყვანი პროფესორის აკადემიური თანამდებობა. ამ თანამდებობაზე კონკურსის წესით შერჩეული პირები უზრუნველყოფენ სასწავლო და კვლევით საქმიანობის სტრატეგიულ ხელმძღვანელობას, ხარისხის ზრდასა და ახალგაზრდა აკადემიური პერსონალის განვითარებას. არ იგეგმება აკადემიური კადრების შემცირება. არ ვამცირებთ სტუდენტთა ჩარიცხვის კვოტებს. ჩვენი მიზანია განათლების სისტემაში გამჭვირვალედ საზოგადოების ჩართულობით განხორციელდეს ფუნდამენტური რეფორმები. განათლების მინისტრმა დღეს ასევე ვრცლად ისაუბრა ზოგადი განათლების რეფორმაზეც და იმ ცვლილებებზეც, რომელიც ამ მიმართულებით უნდა განხორციელდეს. ცვლილებების მიხედვით კი ირკვევა, რომ პირველ კლასელთა მიღების ასაკი განისაზღვრება 6 წლის ვადით, რაც იმას ნიშნავს, რომ ის მოზარდები, რომლებსაც 15 სექტემბრის ჩათვლით შეუსრულდებათ 6 წელი, სწორედ ისინი შეძლებენ პირველ კლასში მისვლას. ასევე ზოგადი განათლების რეფორმის ფარგლებში და ცვლილებების მიხედვით 12 წლის ნაცვლად იქნება 11 წლის სასწავლო პერიოდი. თუმცა ეს არ ნიშნავს მე-12 კლასის სრულად გაუქმებას, რაზეც ხშირად იყო საუბარი მათ შორის იმ მიმართულებით, რომ ეს პროცესი ეწინააღმდეგებოდა ბოლონიის პროცესს. მინისტრმა დღეს ვრცლად ისაუბრა ამ საკითხზეც და თქვა, რომ ის პირები, რომლებსაც სურს მათ შორის საზღვარგარეთ დამატებით სწავლის გაგრძელება, ამ ადამიანებისთვის შეიქმნება დამატებით კიდევ ერთი კლასი, ეს იქნება მე-12 კლასი, თუმცა აქ უნდა მოხდეს მათი რეგისტრაცია. შესაბამისად, მე-11 კლასი 11 წლიანი იქნება სრულად სასწავლო პროცესი და შემოვა ასევე რეპეტიტიუმის ცნება, რაც გულისხმობს იმას, რომ ამ შემთხვევაში მე-11 კლასის მოსწავლეებს სრულად ექნებათ შესაძლებლობა, რომ მათ მიიღონ ის საბაზისო ცოდნა, რომელიც მათ ეროვნული გამოცდებისთვის სჭირდებათ. ბავშვის პირველ კლასში დარეგისტრირება შესაძლებელი იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მას 15 სექტემბრის ჩათვლით უსრულდება 6 წელი. ცვლილებები ამოქმედდება 2026-27 სასწავლო წლისთვის. ახალი კონცეფციის თანახმად, სრული ზოგადი განათლება მოიცავს 11 წელს. ამასთან სისტემაში შენარჩუნდება მე-12 კლასის შესაძლებლობა იმ მოსწავლეებისთვის, რომლებიც ნებაყოფლობით აირჩევენ დამატებითი აკადემიური მზაობის განმტკიცებას წინასწარი რეგისტრაციის საფუძველზე. 2026-27 სასწავლო წლიდან დაწყებითი საფეხურები პირველი მე-6 კლასი, ხოლო საბაზო საფეხური მე-7 მე-9 კლასები იქნება, რაც შეეხება საშუალო საფეხურს მე-10 მე-11 კლასებს,
ის 2027-28 სასწავლო წლიდან ამოქმედდება. ამავე სასწავლო წლიდან მე-11 კლასში იქნება უზრუნველყოფილი სკოლაში ორგანიზებული რეპეტიტორიუმი, რომელიც მოსწავლეს მისცემს შესაძლებლობას სრულფასოვნად მოემზადოს ეროვნული გამოცდებისთვის. სახელმწიფო იღებს პასუხისმგებლობას შექმნას ერთ კლასში, ერთ საგანში, ერთი სტანდარტული სახელმძღვანელო. სკოლებში შემუშავდეს ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენების წესი, რომელიც უზრუნველყოფს სწავლაზე ორიენტირებულ საგანმანათლებლო გარემოს. საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი უკვე მზად არის, ის არის საკანონმდებლო ორგანოშიც და საკითხიც დაჩქარებული წესით საგაზაფხულო სესიის ფარგლებში იქნება განხილული. მადლობა თამარ, განათლების სამინისტროდან გვერდებოდა თამარ თათარაშვილი. თბილისის მეტრო 60 წლისაა თარიღთან დაკავშირებით თბილისის სატრანსპორტო კომპანიის 17 თანამშრომელს საპატიო თანამშრომლის წოდება დედაქალაქის მერმა მიანიჭა. თანამშრომლებს კახაკალაძე მერიაში უმასპინძლა და მთავრობის ხდომაზე განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა. მერმა მეტროს მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის განვითარებას და გეგმილ რეფორმებში განსაკუთრებული ადგილი უკავია. კალაძის თქმით, მეტროს ფუნქციონირებასა და შეუფერხებელ მუშაობაში სულ 2800-მდე თანამშრომელია ჩართული. წელს თბილისის მეტროს გახსნიდან 60 წელი შეუსრულდა, რომელთან დაკავშირებით ხვალ საზეიმო ღონისძიება გაიმართება. მე არ დავიწყებ ახლა იმაზე საუბარს, თუ რა მძიმე მემკვიდრეობა დაგვხვდა აღნიშნული მიმართულებით, რა მნიშვნელოვანი ღონისძიებები, პროექტები განმახორციელეთ ბოლო წლების განმავლობაში და რა გამოწვევებს ვეჯახებით დღემდე, როცა საქმე სწორედ მეტროს სადგურების რეაბილიტაციას, განახლებას, გამართულ მუშაობას ეხება. თბილისის მეტრო 1966 წლის 10 იანვარს საზეიმო ვითარებაში გაიხსნა. თქვენ იცით, რომ უამრავ ადამიანს ემსახურება მეტრო დღის განმავლობაში. შეიძლება პირდაპირ ციფრები ვთქვა, დაახლოებით 500,000 ადამიანი გადაყავს დღის განმავლობაში. თბილისის მეტროს ფუნქციონირებაში და შეუფერხებელ მუშაობაში სულ 2800-მდე თანამშრომელია ჩართული, რომელთაც მინდა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადო. მეტროს 60 წლის იუბილესთან დაკავშირებით გვინდა საპატიო თანამშრომლის წოდება მივანიჭოთ თბილისის სატრანსპორტო კომპანიის 17 თანამშრომელს. ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებული ძალადობის, გაუპატიურების, არაადამიანური მოპყრობის, მუქარისა და ნივთის დაზიანების ბრალდებით დაკავებულია ერთი პირი. გამოძიების მიხედვით ბრალდებული სისტემატურად ფიზიკურად და სექსუალურად ძალადობდა, ასევე სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა 2005 წელს დაბადებულ ქალს. ბრალდებულის მხრიდან განხორციელებული ქმედებების შედეგად დაზარალებულმა თვითმკვლელობა სცადა. დაკავებულს 13 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. ახალციხის სამმართველოს სასაზღვრო სექტორ კარწახის დასაცავ მონაკვეთზე უცხო ქვეყნის 2 მოქალაქე დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქემ ტრაილერში არსებული სამალავის მეშვეობით სასაზღვრო გამტარი პუნქტი კარწახის გავლით თურქეთის რესპუბლიკიდან უკანონოდ გადმოიყვანა მიგრანტი. სასამართლოს განაჩენით მსჯავრდებულების მიმართ გატარდა საიმიგრაციო პროცედურები და ქვეყნიდან იქნენ გაძევებულნი. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ფაქტზე. ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მასზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში მორიგი შეხვედრა დაიწყო. შეხვედრაზე მხარეები საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენების შესახებ იმსჯელებენ. მთავარი განსახილველი თემა იქნება უკანონოდ დაკავებულ მოქალაქეთა გათავისუფლების საკითხი. საანგარიშო პერიოდში საოკუპაციო ხაზის გასწვრივ უკანონო დაკავების 6 ახალი შემთხვევა მოხდა. ხოლო უკანონო ბორდერიზაციის შემთხვევა არ დაფიქსირებულა. შეხვედრის განხილვის მთავარ თემას ჩვენთვის წარმოადგენს უკანონო პატიმრობაში მყოფი პირების გათავისუფლების საკითხი. დღეის მდგომარეობით უკანონო პატიმრობაში იმყოფება 13 პირი და ჩვენი დღის წესრიგის მთავარ პუნქტს სწორედ აღნიშნული პირების გათავისუფლება წარმოადგენს. ასევე განვიხილავთ საოკუპაციო ხაზის გასწვრივ საანგარიშო პერიოდში დაფიქსირებულ ყველა მნიშვნელოვან ინციდენტს 22 დეკემბრიდან
დღევანდელი დღის ჩათვლით უკანონო ეგრეთ წოდებულ ბორდერიზაციას ადგილი არ ჰქონია. კომუნიკაციების კომისიის წევრებმა გოგა გულურდავას 3 წლის ვადით კომისიის თავმჯდომარე დაირჩიეს. კანონმდებლობის შესაბამისად არჩევნები ფარული კენჭისყრით ჩატარდა, სადაც კომისიის წევრების სრულმა შემადგენლობამ გოგა გულურდავას კანდიდატურას მხარი დაუჭირა. გულურდავას 26 წლიანი სამუშაო გამოცდილება აქვს, პროფესიით იურისტია. სხვადასხვა დროს მას კვალიფიკაცია ამაღლებული აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებსა და გერმანიაში. ბატონ გოგას აქვს სერიოზული მრავალმხრივი გამოცდილება როგორც სახელმწიფო, საჯარო, ასევე კერძო სექტორში მუშაობის და დიდი იმედი მაქვს, რომ ის ახალ ენერგიას, ესე ვთქვათ, ახალ სისხლს შემოიტანს კომისიაში და ამ დინამიური დარგის განვითარებაში მისი ხელმძღვანელობით კომისია შეიტანს სერიოზულ წვლილს. მინდა მადლობა გადაუხადო კოლეგებს გამოცხადებული ნდობისთვის. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარეობა ჩემთვის პირველ რიგში პატივთან ერთად არის უდიდესი პასუხისმგებლობა. საზოგადოებისთვის კარგად არის ცნობილი, რომ კომისია სამ უნიშნულოვან სფეროს ზედამხედველობს და თანამედროვე ციფრული სამყაროს ეპოქაში სამივე სფერო საზოგადოებისთვის და ქვეყნისთვის, სახელმწიფოსთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია. როგორც ტელეკომ სექტორის მაუწყებლობის, ასევე მედია ციგნიერების მიმართულებით კომისია აქტიურად გააგრძელებს მუშაობას. რუსთავში ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების საკითხზე ცემენტის საწარმოების წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა. ყურადღება გამახვილდა საწარმოებიდან ჰაერში მავნე ნივთიერებების გაფრქვევის უწყვეტი თვითმონიტორინგის სისტემების ფუნქციონირების საკითხზე. არაერთი მნიშვნელოვანი რეგულაცია იქნა მიღებული, მათ შორის მსხვილ საწარმოებს ქალაქ რუსთავში დაევალათ უწყვეტი თვითმონიტორინგი მათ მიერ გაფრქვეული მავნე ნივთიერებების, რამაც რა თქმა უნდა გაუმჯობესება მოიტანა ქალაქ რუსთავისთვის, თუმცა ასევე დასაგეგმია სხვა კომპლექსური ღონისძიებები იმისთვის, რომ ჩვენ უახლოეს პერიოდში კიდევ უფრო უკეთესი შედეგები გქონდეს ამ ქალაქში ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების. რუსთავს აქვს მოქმედი ჰაერის ხარისხის კონტროლის გეგმა, რომელიც ითვალისწინებს მთელ რიგ ეკოლოგიურ ღონისძიებებს. მეწარმე სუბიექტების მხრიდან არსებობს გარკვეული გულისწყვილები ამავდროულად მზაობა იმისათვის, რომ ტექნოლოგიური პროცესი დაიხვეწოს, სწორედ ამასთან დაკავშირებით გაიმართა დღეს შეხვედრა. განვიხილეთ მონიტორინგის საკითხი, განვიხილეთ ერთგვარდამჭერი აპარატის მუშაობის მექანიზმი. არის ხშირი შემთხვევები, როდესაც ელექტროენერგიის გათიშვის დროს ან რაღაც მექანიზმების დაზიანების დროს მონაცემები არ გადმოეცემა და ამ შემთხვევაში გვიწევს მერე რაღაც შუალედური აქტების გამზადება, რაღაცების დოკუმენტების მოძიება, რომ ავიცილოთ ჯარიმები, მაგრამ მე თვითონ ვარ დაინტერესებული იქიდან გამომდინარე იმ ქალაქში ვცხოვრობ და დამტვერიანობა ნაკლები რო იყოს. ახლა კი უცხოეთი ვიქტორ ორბანი აცხადებს, რომ ევროპელების 3/4 უარს აცხადებს უკრაინა ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანდეს. განცხადება უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა X-ის საკუთარ ოფიციალურ გვერდზე გაავრცელა. ვიქტორ ორბანი წერს, რომ მიუხედავად ამისა ბრიუსელი ჯიუტად განაგრძობს პროცესს. ორბანის მოსაზრებით ევროკავშირს არ აინტერესებს ხალხის აზრი და მხოლოდ რამდენიმე ევროპულ მთავრობას ყოფნის ძალა წინ აღუდგეს ბრიუსელის ნებას. უნგრეთის პრემიერის განცხადებაში აღნიშნულია, რომ უნგრელების 95%-მა უარი თქვა ევროკავშირში უკრაინის დაჩქარებულ წევრობაზე, რადგან ქვეყნის მოსახლეობას საკუთარი ფერმერების, ოჯახების უსაფრთხოების და მშვიდობის დაცვა სურს. ჩვენ არ დავიხევთ უკან, რა ზეწოლაც არ უნდა განხორციელდეს ჩვენს ეწერს ვიქტორ ორბანი. შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით კი სამარცხვინოა, რომ ევროპა აგრძელებს რუსული ენერგორესურსების შეძენას და ამით აგრესორის დაფინანსებას. სატელევიზიო ინტერვიუში მარია მალმერ-სტენერ გარდმა თქვა, რომ ევროპამ უფრო გადამწყვეტად და სწრაფად უნდა იმოქმედოს და გაცილებით მეტი პასუხისმგებლობა აიღოს საკუთარ უსაფრთხოებაზე. უკრაინის ევროკავშირში სწრაფად გაწევრიანება გამორიცხულია, ამბობს გერმანიის კანცლერი. ბერლინში კოალიციური კომიტეტის ხდომაზე ფრიდრიხ მერცმა თქვა, რომ ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია პერსპექტივა, რომელიც მას სამომავლოდ გაწევრიანების გზას გაუხსნის, თუმცა მისი თქმით, ეს გრძელვადიანი პროცესია. 2027 წლის 1 იანვარს გაწევრიანებაზე საუბარიც კი არ შეიძლება. ეს შეუძლებელია, შეგვიძლია ნელ-ნელა დავაახლოვოთ უკრაინა ევროკავშირთან, აცხადებს ფრიდრიხ მერცი.
მსხვერპლი მოჰყვა რუსეთის ძალების თავდასხმას ზაპოროჟიეს ოლქზე. ქალაქ ვოლნინი-ანსკში 3 ადამიანი დაიღუპა. არიან დაშავებულები. ზელენსკი აცხადებს, რომ რუსეთი უკრაინაზე ახალი დარტყმებისთვის ემზადება და პარტნიორებმა უნდა შეიტყვონ, თუ როგორ არღვევს ეს დიპლომატიურ მოლაპარაკებებს. სააგენტო როიტერი წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ რუსეთთან სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა უკრაინისთვის შტატებისგან უსაფრთხოების გარანტიების მისაღებად აუცილებელი პირობა. ამერიკის, რუსეთისა და უკრაინის მოლაპარაკებები 1 თებერვალს აბუ-დაბიში გაიმართება. 8 წლის განმავლობაში დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრისა და ჩინეთის პრეზიდენტის შეხვედრა პირველად გაიმართა. კირ სტრამერსა და სი ძინპინს შორის შეხვედრა პეკინში ცოტა ხნის წინ დასრულდა. გაერთიანებული სამეფოს პრემიერის თქმით, ჩინეთთან როგორც გლობალურ ასპარეზზე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან მოთამაშესთან მათ დახვეწილი ურთიერთობის აშენება სურთ. თავის მხრივ დიდ ბრიტანეთთან გრძელვადიანი სტრატეგიული პარტნიორობის განვითარებისთვის მზადყოფნა გამოთქვა სი ძინპინმა. სტრამერის ჩინეთში 4-დღიანი ვიზიტის დროს გათვალისწინებულია ორ ქვეყანას შორის რიგი შეთანხმებების ხელმოწერა. კურიერი 12-ზე ამით დასრულებულია. ჩვენ ერთმანეთს ამ საათზე შეხვდებით. მანამდე კი მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენს ვებგვერდს rustavi2.gi ან გამოგყევით QR კოდის მეშვეობით ჩვენს Facebook გვერდზე rustavi2.